ბათუმში 60 საარჩევნო უბანი უკვე გახსნილია, ხვალიდან კი ამომრჩევლები საინფორმაციო ბარათებსაც მიიღებენ. საარჩევნო სიებში საკუთარი თავის გადამოწმებისთვის ამომრჩევლებს ვადა 28 მაისამდე აქვთ. წელს პირველად 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ფოტოსურათებიანი ამომრჩეველთა სიის საფუძველზე. ცვლილებებია რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეებთან მიმართებითაც. კიდევ რა სიახლეებია საარჩევნო პროცედურებში, თამარ კიკნაძე მოგითხრობთ. საარჩევნო უბნები ბათუმის 79 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული ოლქების რიგითობის მიხედვით იხსნება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს ირჩევენ. 13 კაციან კომისიაში 6 ოლქის, ამდენივე კოალიციის, ხოლო ერთიც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია. სპეციფიკებისთვის მოგეხსენებათ არის კანონით გათვალისწინებული კენჭისყრამდე 15 დღე. უпростоრად უბნები იქნება კენჭისყრამდე 15 დღით ადრე, ხოლო ისინი იხსნება კენჭისყრამდე 10 დღით ადრე. ალბათ თუ იმ შემთხვევაში თუ ეს უბნები შეიქმნება, სავარაუდოდ უბნები გაიხსნება სადღაც 5 ივნისისათვის. 15 ივნისს კვირა დღეს, როგორც ვიცით, არც ბაღები, არც სკოლები არ მუშაობს, ეს არის უქმე დღე და ჩვეულებრივ მუშაობენ შეფერხების გარეშე. სიებს გამოვაკრავთ, რა თქმა უნდა, რაღაცები გასაკეთებელი არის იმათ ჩავიტანთ ოლქში და დღეისათვის მეტი არაფერი არა საჭირო სამორიგო სია შევადგენთ და შემდეგ შევუდგებით მუშაობას. ცესკო საბოლოო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით 3.472.772 ამომრჩეველია. უკვე გახსნილ უბნებში ამომრჩევლებს საკუთარი თავის გადამოწმება საკუთარ უბანზე დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე შეეძლებათ. ამომრჩევლებისათვის რეგისტრაციის ადგილის შესახებ საინფორმაციო ბარათების დარიგება კი ხვალიდან იწყება. ცესკოს განმარტებით ბარათში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ამომრჩეველმა წერილობითი განაცხადით საუბნო საარჩევნო კომისიას ან იუსტიციის სამინისტროს უნდა მიმართოს. იმ შემთხვევაში თუ კი საინფორმაციო ბარათს ვერ მიიღებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა დაუკავშირდნენ. არის სიახლეებიც ამომრჩევლები ხმის მიცემას ფოტოსურათიანი ამომრჩევლების სიის საფუძველზე შეძლებენ. ამომრჩეველი ელექტრონულ სისტემაში ადგილზე გადამოწმდება, თუმცა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება იმ პირებს არ ეძლებათ, რომლებიც რეგისტრაციიდან მოხსნილნი არიან ან კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობენ. მისამართო ამომრჩეველი, რომელსაც არ გააჩნდა რეგისტრაცია, მათთვის არსებობდა ადრე ბათუმში თქვა 74 უბანი, მე-80 უბანი, ასევე უმისამართო დევნილებისათვისაც არსებობდა მე-5 უბანი. ესეთი უბნები გაუქმებულია და ასეთ ამომრჩევლებს კანონმა მისცა უფლება, რომ 27 მაისის ჩათვლით მივიდნენ სამოქალაქო რეესტრში და მათი ფაქტობრივი განცხადების საფუძველზე რა მისამართსაც მიუთითებენ, სამოქალაქო რეესტრი აბსოლუტურად უფასოდ დაუმზადებს პირადობის მოწმობას, შეიყვანს სიაში, თუ არ მიმართეს, ისინი სამწუხაროდ ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკუთარი მონაცემების გადასამოწმებლად ამომრჩევლებმა 28 მაისამდე უნდა მიმართონ.